მოგესალმებით მეგობრებო. გაიხსნა სეზონი, მივდივართ კახისის ტბაზე. პირველი გაჩერება გვაქვს გორში. ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. ცოტა გამოსვლისას დაგვაგვიანდა ეხა რიგი მიზეზების გამო, მაგრამ რას ვიზავთ ადამიანები, შემიტრიალა კამერა. ხო და რა ვიცი, გეგმავთ კაი დროის ტარებას და ყველაფერი კარგად იქნება. გამარჯობათ მეგობრებო, ესე იგი დღეს მივდივართ კახისის ტბაზე. მე ვფიქრობ, რომ ცოტა გამიჭირდება ასვლა, მაგრამ მაინც შევეცდები რომ ავიდე, თუ არა და ბიჭები არიან დამიბუქსირებენ. Escape-ია იქ 3.0 ჰიბრიდი მე მგონი, მაგრამ ჰიბრიდი კარგია მაინც რაც არ უნდა იყოს, აგვიყვანს რა. ამომათრებს ჰიბრიდი 3.6 ძრავია ჩემი მანქანა, არის რუბიკონი საიუბილეო გამოშვება, დანა 44 ხიდებით, მექანიკა, კი ბატონო წინა უკანა ბლოკირებით არის და შევეცდები რომ სადმე არ გავიჭედო რა. თუ გავიჭედე, როგორც წეღავ თქვი, ბიჭები დამეხმარებიან, არ დამტოვებენ ალბათ რა. ძალიან დიდი იმედი მაქვს ბიჭების და ნახოთ, აბა, ჩემთვის მეორე გასვლა, პირველ გასვლაზე მართლა ჩავვარდი ოღონდ და გავიჭედე ჭაობებში სადღაც და ნახოთ ეხა რაც ვიზავთ, აბა, თუ ავედი ზემოდან შემოგთავაზებთ სხვა ვიდეოებსაც. X mode არა მაქვს ნო. ხიდებიც არ ირთვება, ბლოკირებები არ ირთვება. პროსტა მაქვს. ანუ ვამაყობ რომ აქ ჩემი მანქანა ზოგადად აქ ამას არ ერთვება პროსტა რა. აქ ხო კიდე თუ რამეს დავეჯახი არა მაქვს პრობლემა. ერთადერთი კარგი ესა მაქვს, კიდე. მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ. ბორჯომში ვართ, მივდივართ კახისის ტბაზე. ახალი გამოწვევა არის, კახისზე ჯერ არ ყოფილა ამ მანქანით. Ford-ი არის Escape 2 და 3.4-ზე. ამინდი კარგია, სავარაუდოდ ამშრალი იქნება და ნახოთ როგორ გაუმკლავდება, რა სირთულეც დაგვხვდება იმას. 13 ივნისია მივდივართ კახისის ტბაზე, მეგობრებთან ერთად 3 მანქანით და დანარჩენი კადრები იქიდან გვექნება რა. ნახოთ, კაი დღე უნდა გამოვიდეს. 2016 წლიანი Subaru Forester-ი. ნახოთ, გამოცდა ჩააბარებს, იმედია. ორნახევარზე ეყინა და დავაყენე 2-ზე. თან სიცხეში მატულობს საერთოდ შიგნით ტემპერატურაც და იმაშობა. სიცხეში მაყოთ მატულობს ტემპერატურა და მაინც ეს ჯობეცია. ნახოთ თუ რამე მე კიდე დაუშვა. ნახოთ რა და რაღაცა დაუშვა. ეს კარგი იყო. რასით ბატონო მიშა. ძალიან კარგი მოლოდინები მაქვს, როგორც იქნა შევწელით გამოსვლა თბილისიდან დატვირთული სასწავლო წლის შემდეგ. ახლა ვნახოთ დაგვრჩენია მხოლოდ რომ დანიშნულების ადგილზე მშვიდობით მივიდეთ და კარგი საკემპინგე ადგილი მოვძებნოთ და დანარჩენი უკვე ჩვენზეა. რაც თავარია დროში ვეტევით, ჯერჯერობით არის მხოლოდ 11-20 წუთი, რაც ნიშნავს იმას, რომ თითქმის მთელი დღე წინ გვაქვს და ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა.
რა ხდება? გაიჭედა escape ბოლო-ბოლო? გაიჭედა ბოლო-ბოლო და მე მოვხვდი იმაში. ვრაგლერის პატრონი. წოდი. იმან დედა მო მანქანა. იმან вообще ძრაო. მარა დაიკიდე. ეს და ვნახოთ ჩვენ. ეს ვნახეთ აქედან თქვით ჩვენ. აქედა ხო? გასწორ, ბევრია. არაფერი. ნელა. გვესმის ნენელა მოვდივართ გვესმის. ადნით უნდა მივაჭროთ. მიდი. აი. მოდი. არა, უკანა მხარე ჩოღუა. რა? რამაცა ხდება უკან. ვაფშე ადვილი გამოსასვლელი იყო. ოპა. შიტოკი გავხიეთ. ნენელა დავით, შიტოკია. მოდი, არაფერია. დავაი. Hello, my friend. სად ვართ? ირა, ნელა ცოტა. ახისის პრაზე. ბოლომდე გულწრფელები რომ ვიყოთ 3 საათის გზა არ არის. 5-ის. მოგესალმებით მეგობრებო. ამოვედით კახისის ტბაზე. სიმართლე გითხრათ, ცოტა ვინერვიულეთ იქიდან გამომდინარე, რომ თავიდან ძალიან ლაითი გზა ჩანდა. სხვათა შორის YouTube-ში ვიდეოებს რასაც ხედავთ, ესეთი გზა არ ჩანს რა. რეალურად შევეცდებით რომ განახოთ, როგორი გზა არის, როგორ სირთულეებს გადააწყდებით, რამდენი ბარიერის გადალახვა მოგიწევთ. ღმერთის წყალობით ყველაფერი ჩვენ გადავლახეთ, მინიმალური დაზიანებით, ბამპერს რო წამოსდებ, გააფუჭებ, აი ეგეთ მინიმალური დაზიანებებზე მაქვს საუბარი, ყველა ამოვიდა მშვიდობით, კარგად. ბარიერები გადავლახეთ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რასაც ხედავთ, რომ ცოტა ლაითი გზა არის, რეალურად ეგეთი ლაითი გზა არ არის, ძალიან ის არის რა მოსლის კადრები. კი. და ცოტა ბარიერები გვხდება ისეთი, რომელსაც დაფიქრება გიწევს, გარისკვა გიწევს, ნერვულობა გიწევს, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ამ ყველაფრის შემდეგ ისეთ სილამაზეში ამოდიხარ და ისეთ შთამბეჭდავ ადგილას ამოდიხარ, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ გეუნები გავიწყდება რა. ვიმოდონებთ
როგორც ყოველთვის, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი დაწყებული გვაქვს უკვე მზადება, კარვები გაშლილია, დაბანაკებულები ვართ. აგერ ეხა მწვადი, ქაბაბი, რაღაც ისეთი საკვები კეთდება, რომელიც აკაურობას მოუხდება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გულს გაუხარდება. ყველაფერს აღვბეჭდავთ ვიდეოში და გაჩვენებთ. დაელოდეთ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ და ისე ამოვნეთ კადრებით ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბულიების და ჯაჟანიძეების სამზარეულოდ. მაკარაშვილი. ვიმყოფებით და მაკარაშვილის ხო ეს დამოვიწყო და სწორი მარი. ვიმყოფებით ახესის ტბაზე. მის რაშრები აბა. ჩვენ ტრადიციულად როგორც ყველა გასვლა შეეფერება, მწვადს ვამზადებთ შესაწვავად. იდეალური ხორცია. კარგი დღე იყო საბოლოოდ. დაგეგმილზე მეტი დაგვჭირდა აქ ამოსასვლელად, იმიტომ რომ გაუთვალისწინებელი პრობლემები მოხდა, შეგვემთხვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ერთობლიობა, მეგობრების ერთად ყოფნა, რასაც ქვია, ეს რაც ძალას გვაძლევს, არის საწინდარი იმის, რომ ნებისმიერ ადგილას გავაღწევთ, მივაღწევთ და მწვადსაც შევწყვოთ და ლუდსაც დავლებთ და ყველაფერი კარგად იქნება. ხო, ბუნია. რა უნდა. კი, ბევრი ვინერვიულეთ, გქონდა ბევრი დაბრკოლება, მაგრამ ტკბილ მოგონებებში ჩაიწერება ჩვენი სამეგობროს ისტორიაში და ძალიან მახარებს ეს ყოველივე. ვიმყოფებით კახისის ტბაზე. როგორც იქნა? ჩემთვის მეორე სეზონია და ამოვედი როგორც იქნა. მეორე მცდელობა, ხო, მაგრამ? ხო, მეორე სეზონი მაქვს მე გაჭედვების. წარმომიდგენია მაშინ კი ბატონო. ცოტა ფორს მაჟორები იყო, ცოტა გაუთვალისწინებელი რაღაცები, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ კარგად ვართ, აქ ვართ და ეხა მზადებაში ვართ. მოგესალმებით მეგობრებო, ეხა ვართ კახისის ტბაზე. სიმართლე გითხრათ, ამ სუბარუთი ამოვედით და რო გითხრათ, რომ არ გაგვიჭირდა მოგატყუებთ, გაგვიჭირდა, არაფერი არ მაქვს გაკეთებული, სტოკი სუბარუა, არც აწეული, არც დაწეული, არაფერი არ მაქვს გაკეთებული, ქარხნულად არის ყველაფერი. განათებები მაქვს მარტო დამატებული და მეტი არაფერი. ასე რომ თუ ამოხვალთ სუბარუთი, იცოდეთ, რომ კარგი გზა არ არის. ვიდეოებში როგორც ჩანს, ეგრე არ არის რა. თუ მომზადებული მანქანით წამოხვალთ, უკეთესი იქნება და ცოტა აწეული თუ იქნება სიმაღლეში და კარგი საბურავები. მე არ მაქვს კაი საბურავები. ჩვეულებრივი საბურავები აყენია ქარხნული. X mode მქონდა მთელი გზა ჩართული და მაგ პუნქტში არაფერი არ გაჭირვებია, კარგად იარა. ტბასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ღირს ამოსვლა. ძალიან მაგარი ადგილია. ძალიან მაგარი ბუნებაა. გაგისწორდებათ. როგორც ვიცი, კატერები წყავთ მეორე სანაპიროზე იქეთ ხარეს. რავი, ოჯახთან ერთად თუ ამოხვალთ, კაი მომზადებული მანქანით არ გაგიჭირდებათ არაფერი. ძალიან მაგარი იქნება, ძალიან გაგისწორდებათ და რა, მშვენიერი გასართობია რა. მე კმაყოფილი ვარ. ჩემი მანქანითაც და ადგილითაც. ჩვენი დაპირებული კახისიდან მოგესალმებით. ამოვედით. გზა მინდა ვთქვა აღნიშნო, რომ საშუალო დონის მანქანებისთვის საერთოდ არ იყო ადვილი. როგორც ვიდეოებში ვნახე, ბევრი ვიდეო არის რა და ძალიან უცებ რაღაცა კადრი დევს, სწორი კადრი და მე არის უცებ ტბის ისა რა ქვია კადრები რა. ხო და ესე ადვილი როგორც ვიდეოებში ჩანდა, საერთოდ არ არის რა. არის კარგი აღმართები, არის ძალიან საკაიფო დიაგონალები, ესე რომ ვთქვათ. მანქანებით კი ამოვედით, ცოტა გავიმეტეთ. დიდი არაფერი დაზიანება რა, მაგრამ ამოვედით. რაღაც ცოტა გაიმეტეთ, ბაჰარული მოუხმე. მანქანისგან ეს დარჩა მარტო. არა, მშვენივრად არის აგერ ჩემი მანქანა, აუნინგია გაშლილი, კარავიც გაშლილია. მემზადებით საღამოსთვის და რა ვიცი. ეხლა როსტო დაამატებს თავის ვრანგლებზე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ამჯერად უკვე კახისის ტბიდან ამოვედით. საკმაოდ ბევრი ვიწვალეთ გზაში. როგორც ესე ვიდეოები დევს ხოლმე და მარტივად არის მოფენილი ეს კახისის გზამდე ამოსასვლელი, თლად ეგრე მარტივი არ არის. როგორც ეგან თქვა ლუკამ, საშუალო დონის მანქანებისთვის საკმაოდ რთულია
ძალიან ბევრი პრობლემა შეგვხვდა, ორჯერ ჩავვარდით, ქვას გამოვედეთ, ცოტა შიტოკი გავაფუჭეთ და ასე შემდეგ რა. ამიტომ თუ ვინმე გზა არ იცის და ეს ვიდეო შეგხვდებათ, მინდა გირჩიოთ, რომ გამოუცდელად წამოსვლა საკმაოდ რთულია და ან თუ წამოხვალთ ვინმე კარგი ადამიანი ისეთი წამოიყვანეთ გვერდზე, რომ ყოველ შემთხვევაში დაბუქსირება შეგეძლოთ რა. ანუ უბრალოდ მაღალი მანქანა არ კმარა რა, ცოტა მომზადებული უნდა იყოს და საიმედოდ მომზადებული უნდა იყოს და არა ისე რომ ყოველდღიურად და აი დადის და რაღაც ეგეთი მანქანა არა. ცოტა ისეთი რომ ამ გზას შეეფერებოდეს. მარტო სიმაღლე ამას არ უშველის რა. კი, მარტო სიმაღლე არ უშველის. მეგობრებო, კესანის ეძინება. ამასთანავე მე აგერ იქ ორსართულიანი სახლით ვარ, ოროთახიანი სახლით ვარ მოსული, შეგიძლია დაანახოთ. ჩემი სახლის გამოცდა არის დღეს. ვიცი ხო. პირველად გავშალე ესე დასარჩენად ეს კარავი, ქუეჩუას კარავი არის, რომელიც ბარსელონიდან ჩამოვიტანე. 140 ევრო გადავიხადე ამ კარავში და რეალურად საქართველოში 1100 ლარი ღირს ზუსტად. დღევანდელი კურსით 407 ლარი დამიჯდა ბარსელონაში ეს კარავი რო ჩამოვიტანე მე საქართველოში. დანარჩენს რაც შეეხება მეგობრებო, მინდა გირჩიოთ კიდევ ერთხელ რომ თუ წამოხვალთ, წამოდით აუცილებლად დიდი მანქანებით რომ შეძლოთ გამოვლა და უპრობლემოდ ამოსვლა, ისე რომ ნერვიულობა ნაკლები მოგიწევთ. წამოიღეთ ფისკარსის ნაჯახი. კიდე დავამატოთ რომ გზა ესე რო თქვათ რომ აი რაღაცა ბუმ და რაღაც გზა არ არის. არის აღმართი და არის ქვიანი. უკვე რო უახლოვდებით დაბაძველის შემდეგ არის დიაგონალები, მიწა და ცოტა ლაფი. წვიმიან ამინდში უფრო გართულებული იქნება ვიდრე ჩვეულებრივ ამინდში. მინდა გითხრათ. ხო და ამ ინტერვიუს დროს ეხა ჩემ პატარას ჩაეძინა, მინდა გითხრათ თელი დღე ამანაც ცოტა ინერვიულა ჩემთან ერთად. და ეხლა ვეღარ გაუძლოთ და ჩაეძინა. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩამოვიდით კახისის ტბაზე. ძალიან მაგარი გარემოა, ულამაზესი ბუნებაა. დღეს არის 13 ივნისი და ჩვენ უკან არის მთა, დაჟე იქ თოვლი დევს კიდე არამდნარა რა და აი რა ვიცი, ძალიან კარგი გარემოა. კარგი მეგობრები ვართ, ასთავრა შეკრებილი. ჩამოსვლები ვართ გასართობად. უბრალოდ ერთი მეგობარ დაგვეკარგა. იმისადმი ვიყავით წასული ტბის მეორე ნაპირზე და მე რაც ეჩ გადმოგწევს რომ ვიპოვეთო. და იქიდან ბიჭებმა პატივი გწევს, მე კი ნახავთ ვიდეოში კადრებს, მე და ჩემი ძმა მიშკა კატერით მოგრიალდით. აგერ ლუკა თევზაობს, თევზოლოდებით, წვავთ, კაბაბს, რა ვიცი. სასმელი გვაქვს, საჭმელი გვაქვს და საღამოს დავიწყებთ გართობას და კარგ დროს გავატარებთ. იმედია, ცოტა გაგვიჭდა კი ამოსვლა, მაგრამ მე ამ მანქანის გზავრი ვიყავი და არ გაგვჭირებია. აქეთ ბიჭებს დავეხმარეთ ამოსვლაში. იმედია, კარგ დროს გავატარებთ, კარგ საღამოს გავატარებთ და უფლის წყალობით კარგად ამოვით და ხვალ საღამოსა და დილით წავალთ და სახლებში ისე დავბრუნდებით, როგორც მოვედით, კარგად და ლამაზად. რა იყო ერთი გზაამებნა და მოვაგენი რა გჭირდა. Darling, I'll turn the lights back on now. Watching as the credits all roll down and crying. You know we're playing to a full house. No heroes, villains, one to blame. While wilted roses fill the stage and the thrill is gone. Our debut was a masterpiece, but in the end for you and me on this show, it can't go on. We used to have it all, but now's our curtain call.
hope for the applause. Oh, 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 oh. And wave out to the crowd and take our final bow. Oh, it's our time to go, but at least we stole the show. 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 Sold out, this is fading, but the band plays on now. We're crying, crying, so let the velvet roll down, down. No heroes, villains, one to blame, while wilted roses fill the stage and the thrill. Tracing circles through the mind, looking for a hidden door, certain there was something more, following each winding thread, through the things unsaid and said, every answer led somewhere, only to find myself there. And all this time, the river knew exactly what to do. When everything aligns, it's not the way it seemed. No fireworks in the sky, no waking from a dream, but something settles deep inside, like a bird remembering the sky. And for the first time in a while,
როცა წინაში მოყვები კახის